თიკამ და ვანიკომ გადაწყვიტეს თავად მოეძებნათ ისეთი მონაწილე, ვინც სცენაზე განსაკუთრებულ ხალის შემოიტანა. ვნახოთ, ლუკა ყარმაზანაშვილი თუ მოახერხებს სამს. რა ქვია? ლუკა. ესეთი პატარა ხარ აქ ჩვენთან მოხვედი და რა უნდა გააკეთო? ვიჭყანების. აბა დაგვეჭყანე. აბა მე შეიძლება? როცა გავიგენი კი ვიჭყებოდა, მოვედი და ერთი შუპრიზმოთ, რომელიც ჟიურს უნდა ვაჩვენო. წამოდი შენ სამ ადამიანს რო დაეჭყანო, შეგიძლია? სამ ყველაზე სერიოზულ ადამიანს წამოდი ჟიურის დაეჭყანე. გამარჯობა. გამარჯობთ. რა ქვია? ლუკა. ლუკა. რამდენი წლის ხარ ლუკა? 11-ის. და რას წარმოგვიდგენ? მე ბევრი რამეს ვაკეთებ. მიდი აბა. ძალიან მაგარი ბავშვი ხარ, ძალიან მაგარი. ნუ მე თავიდან რომ დაიწყე შესრულება, ნუ რაღაცა მეგონა რომ რაღაცას დამთავრდებოდა, მაგრამ რაღაცა ისე განვითარდა, რომ ნუ ესეთი უცნაური ნომერი მე არ მინახავს. მადლობა. სტოპო, მოგეწონა? მომეწონა კი არა გავაცდი ნამდვილად, იმიტომ რომ ნომერში იყო ძალიან კარგი გადასვლები და განვითარება, ბოლომ საერთოდ, ნუ აი, რა ვიცი, დაგლიჯა. შევაფასებ. კი თუ არა საერთოდ? 100%-ით კი. ეს არის ყველაზე დიდი კი, რომელიც ამ პროექტში მithქვამს. ყველაზე დიდი კი. მოდი მე ესე მარტივად არ ვიტყვი კი, საერთოდ დარბაზს თხოვ. აბა. თქვენ გაქვთ სამი კი გადასული ხართ სეძექტურ ოჩა. გაიქეთ. ნახავთ წარმატებებში. ლუკამ ნამდვილად შეძლო ჟიურის გამხიარულება და მეორე ტურშიც გადავიდა.